მე ვარ თეა ჯიჯავაძე, სკოლა სახელოსნო კერამიზიას დამფუძნებელი. პროფესიით ვარ ხელოვნებაცოდნე, ამჯერად ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კერამიკოსი. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ვიყო კერამიკოსი. რამოდენიმე წლის წინ, როცა შვილიშვილთან ერთად თამაშობდი, რაღაცა ხელოვნური თიხით, პლასტელინის მსგავსით, რაღაცეები გამოვწერწეთ და მეც ატომღაც დავინტერესდი. მართალია ტექნიკებს სწავლობ, მაგრამ ამ საქმიანობას სჭირდება ძალიან ბევრი პრაქტიკა, საკუთარ თავზე მუშაობა, რომელიც რა ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა, ძალიან დიდ ბედნიერებას გაძლევს. ეს არის თითქოს საკუთარ თავთან დარჩენა. როცა ქმნი რაღაცას, აბსოლუტურად რჩები საკუთარ თავთან და ქმნი ნივთს, რომელიც თითქოს შენი შინაგანი ამოძახილია. ტრენდული გახდა ვორქშოპები, სადაც ერთჯერადად, მრავალჯერადად შეუძლია ადამიანებს მივიდნენ მსგავს სახელოსნოებში, სტუდიებში და უბრალოდ მოსინჯონ საკუთარი თავი და სხვადასხვა მიმართულებით აღმოაჩინონ საკუთარი უნარები. პირველი ნივთი, როგორც წესი, კეთდება ჭიქა. იმიტომ რომ ხელმა, მეხსიერებმა, მოტორიკამ უნდა ისწავლოს რა არის ძერწვა. მიყვარს და ყველა შეგრძნება მახსოვს პირველი დღიდან, პირველი შეხებიდან დღემდე ყველა ნივთი, რომელიც გამიკეთებია, ყველას აქვს თავისი ისტორია, თითქოს, ოღონდ ისტორია არა კონკრეტულ ნივთს, არამედ შენს განწყობას. აი როგორც განწყობაზეც ხარ, ზუსტად ისეთი ნივთი გამოდის, ისეთი გიბრუნებს თითქოს მეხსიერებით გიბრუნებს იგივე განწყობას. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მოდის ადამიანი პირველი ემოციით, სიფრთხილით, მე შეხება არ მქონია და ზუსტად ჩემი თავიც მახსენდება მაგ დროს და არ არსებობს ამ სფეროში გადაულახავი პრობლემები. მოხვედიდე, როგორ ახარ? რა ვიცი, მოდი და მოშინაურდი. ესეც გაშრა და ამდენი ხანი რომ ველოდეთ. ესე იგი, ჩვეულად გაშრა. მიროდე, აი ხა ყველგან, აბსოლუტურად ყველგან ფრთხილად მოყვები. აქ რო ბზარი აქვს. ამას რას უშვებ? ეს არის შლიკერის ბზარი, რომელიც ეხლა მთლიანად უნდა გამოვიდეს. კაი გოგო ხარ. ეხლა ეს წავა გამოსაწვავად 1050 გრადუსზე 10 საათი და მომდევნო 10 საათი გაცივება სჭირდება. მერე მოხატავ. ყველა მოსწავლე, ყველა ადამიანი ერთჯერადად მოსული თუ გრძელვადიანად რომელიც დადის, რა ვიცი, რაღაცნაირი სიყვარულით გამშვალულია სულ ყველა. ერთ-ერთი მაგალითია აი ეს ჩემივე კერამიკული სტუდიის დახასიათება, ერთგვარი ჩემმა მოსწავლემ შექმნა თავისი ხელით, თავისი სიყვარულით მომიტანა და წარწერასაც არ უშლი. შეუძლიათ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მოვიდნენ ასაკის მიუხედავად, პატარები იქნებიან, დიდები თუ მოზარდები, არ აქვს მნიშვნელობა, შექმნან და საკუთარ თავში აღმოაჩინონ შემოქმედება. ჩემი 6 წლიანი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან შემიძლია დავარწმუნო ნებისმიერი ადამიანი, რომ ეს არ არის სფერო, რომელიც დაგღლის.
არ არის ერთფეროვნება. ყველა ჯერზე, ყოველი დღე არის აბსოლუტურად სხვადასხვა ემოცია. ფიქრობ, რომ არავინ უნდა შეუშინდეს პრობლემებს, გამოუცდელობას და რა ვიცი, ცოტა რო არ მცხენოდეს, ალბათ სახშიც არ წავიდოდი.